ახალი კვლევის თანახმად, როგორც აღმოჩნდა, დეზინფორმაციის გავრცელება ყველაზე უფრო აქტიურად ხდება მოლდოვაში, ლატვიაში, ესტონეთში, სერბეთსა და სომხეთში და ამ ქვეყნების შემდეგ კი ჩამონათვალში არის ლიეტუვა, საქართველო, სლოვაკეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი და როგორც კვლევაში არის ნათქვამი ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ კრემლისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში დეზინფორმაციის გავრცელების მაჩვენებელი არის კიდევ უფრო მაღალი და ამავდროულად იქიდან გამომდინარე, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიებს ჰქონდა საკმაოდ სისტემატიური ხასიათი, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს იყო ორგანიზებული დეზინფორმაციული კამპანია და ყველაფერი ის 640,000-ზე მეტი სტატია თუ პოსტი არ გამოხატავს ხალხის ბუნებრივ ინტერესს და ამ დეზინფორმაციულ ქსელს ჰქვია პრავდა და აქ მოიაზრება ვებსაიტების მთელი რიგი, რომლებიც შემდეგ უკვე ავრცელებდნენ რუსულ პროპაგანდას, როგორც აღმოჩნდა, ეს დეზინფორმაციული ქსელი ასევე ცნობილია როგორც პორტალ კომბატიც და კვლევაში არის აღნიშნული ის, რომ ეს ქსელი ბოლო 17 წელია ევროპაში რუსულ პროპაგანდას და ასევე დეზინფორმაციას ავრცელებს და ერთ-ერთი გახლდათ ფრანგული სააგენტო, რომელიც დეზინფორმაციას ებრძვის, ამ სააგენტოს ერქვა French Vigilant Agency, რომელიც იყო პირველი, რომელმაც დეზინფორმაციული ქსელი აღმოაჩინა და შემდეგ მონიტორინგი ჩაატარა ამ ქსელის და დაახლოებით 1 წლის წინ გამოქვეყნდა კვლევა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ევროპაში ფართომასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია ვრცელდებოდა სწორედ რუსული ქსელების საშუალებით და ასევე აქ საუბარი იყო ამ კვლევაში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მაგალითად მოლდოვა, რადგან მოლდოვა იყო პირველ ადგილზე დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბით და პირველ რიგში აქ აღნიშნული იყო გეოგრაფიული მდებარეობა, რადგან მოლდოვა მდებარეობს უკრაინასა და რუმინეთს შორის და წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ საზღვარს დასავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპას შორის და ასევე გასათვალისწინებელია პოლიტიკური კონტექსტიც, რადგან მოლდოვამ 2022 წელს მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და სწორედ აი ამის შემდეგ ქვეყანაში პრორუსული და პროდასავლური ძალების ბრძოლა მიმდინარეობს და შესაბამისად რუსეთი ცდილობს, რომ საკუთარი გავლენები გააფართოვოს მოლდოვაში დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით და რა სახის დეზინფორმაცია ვრცელდება ზოგადად აი ამ ქვეყნებში, როგორც კვლევაში არის საუბარი, რუსული პროპაგანდა ძირითადად შეეხება ომს უკრაინაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს და ასევე რუსეთი ცდილობს, რომ გაამართლოს საკუთარი ქმედებები, იმით რომ ავრცელებს გზავნილებს თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების გამო რუსეთი იძულებული იყო, რომ უკრაინის ანექსია მოეხდინა, რადგან ამ გზავნილებში საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინა გადაიქცა ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს მარიონეტად ერთგვარად და სწორედ აი ამ გზავნილებს ავრცელებს რუსეთი დეზინფორმაციის სახით საზოგადოებაში იმისთვის, რომ საკუთარი ქმედებები უკრაინაში გაამართლოს და ასევე ნათქვამი იყო ამ კვლევაში ისიც, რომ რუსეთი ცდილობს გააძლიეროს სეპარატისტული ან ულტრამემარჯვენე ეთნო-ნაციონალისტური გზავნილები აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ამის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ქსენოფობიის გაღვივება და მოსახლეობის გაყოფა ევროპაში.